მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, გასული ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჩართულობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ასევე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, თუ რამდენი უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრის სამედიცინო წრეების წარმომადგენელი. ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ზუსტად ორად გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნაწილი ზუსტად ამის აპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების საფუძველზე შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჩართულობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა ბატონი მიხეილ სარჯოლაძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. 2012 წლამდე ბატონი მიხეილი ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას. 2012 წლის შემდეგ მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სარჯოლაძე იყო ახსულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, მოგვიანებით ის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2012 წლიდან ის გახდათ საპარლამენტო გუნდის წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მინდა წარმატებები უსურვო ბატონ მიხეილ სარჯოლაძეს, რომელიც დღეიდან გაუძღვება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. ეს არის, შეგახსენებთ, ჯანდაცვა და გარდა ჯანდაცვისა ეს არის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, დევნილების ინტერესების დაცვა, დასაქმება და შრომის საკითხები. გამოწვევები არის უამრავი, ყველა მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სარჯოლაძე მისი პროფესიონალიზმით და გამორჩეული პიროვნული თვისებებით იქნება საუკეთესო მინისტრი და ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მოუტანს ამ დარგს. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ბატონი ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დღემდე. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ბატონი ნიკოლოზ ტყემალაძე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ბატონი გიორგი ხაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ბატონი ზურაბ აბაშიძე. კიდევ ერთხელ უსურვებ წარმატებებს ბატონ მიხეილს, ახლა მინდა მას გადავცე სიტყვა და ამის შემდეგ სადავარ უპასუხო თქვენ შეკითხვებს. მოგესალმებით. უპირველესად მე მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ყობახიძის მიმართ იმ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ძვირფასია ჩემთვის. ჩემთვის პატივია, რომ მექნება შესაძლებლობა ირაკლი ყობახიძის მხარდაჭერით მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივია და იმავდროულად უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. ჩემ პასუხისმგებლობას, დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ასევე ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელიც გამაჩნია და რომელიც უთვლი, რომ არის ამ ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის მქონე, ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოება, რომელთან ერთადაც, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა. იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება თუ იქნება ეს თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ვიყოთ წარმატებულნი, დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ შორის თითოეული დევნილი, წელგამართული შეხვდეს იმ მომენტს, სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ წარმატებები ბატონ მიხეილს, სადავარ უპასუხო თქვენ შეკითხვებს თუ არის. სოფობერიძე ტელეკომპანია იმედი. ბატონი ირაკლი, პირველ რიგში კითხვა მექნება საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით. განსაგები არის თქვენი პოზიციაზე და კომუნიკაციულად გადაწყვეტილება. რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა ჯანდაცვის ახალი მინისტრის მისამართით და ახლა დავსვათ ორი კითხვა მთავრობის მიერ დღეს გავრცელებულ ორ განცხადებასთან დაკავშირებით.
მაინტერესებს რა მოლოდინი გაქვთ, რა პასუხს ელოდებით და რეაქციას ადრესატებისგან. რეალურად ორ განცხადებას ორი ადრესატი ყავს. როგორი არის თქვენი მოლოდინები? პირველ რიგში რაც შეეხება გამოწვევებს, რომლებიც არის სამინისტროს წინაშე, ეს გამოწვევები კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის ძალიან ბევრი. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს მიღებული მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, კონსულტაციების საფუძველზე, დარგის წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე. ეს არის სამედიცინო საზოგადოება, ესენი არიან დევნილები, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებთანაც დაკავშირებულია სოციალური დახმარების სისტემა და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იყოს თანამშრომლობა, იყოს კომუნიკაცია და იყოს ეფექტიანი მენეჯმენტი. ბატონ მიხეილ საჯოლაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამოთქვამ ჩემს რწმენას, რომ ბატონი მიხეილი იქნება საუკეთესო მინისტრი და ღირსეულად დაიკავებს ამ თანამდებობას. რაც შეეხება ჩვენს განცხადებებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეაგირება იმ ვიზიტზე, რომელიც განხორციელდა როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ დამნაშავეები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით ევროპის მასშტაბით და დამნაშავეებს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან ხირებული უმძიმეს დანაშაულებში, ხვდებიან ბრიუსელსა და ბერლინში. ამაზე რეაგირება იყო აუცილებელი. მე შეგახსენებ, რომ ზურაბ ადეიშვილი არის შავდებული არაერთი დანაშაულის გამო. გარდა ამისა, მას აქვს დამატებით 2 ბრალი წაყენებული. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებიც უკავშირდება მაგალითად ბიზნესის რეკეტს, ტელევიზიების მიტაცებას, უკავშირდება ადამიანების წამებას, სასტიკ ძალადობას ადამიანებზე. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, როდესაც ასეთი ადამიანი არის დელეგაციის შემადგენლობაში ბრიუსელში, ბერლინში, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. ქართულ საზოგადოებას უნდა ქონდეს იმის რწმენა, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ისეთი პრინციპებისა და იდეალების სერტყული, როგორც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა და ასე შემდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი რეაგირება ამ ფაქტზე, იქნება შესაბამისი კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის, ასევე გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იმისათვის, რომ სათანადოდ გაირკვეს ეს საკითხი. პირველ რიგში მინდა გითხრათ გობეზე, რომელიც თქვენ მინდა გადაწყვეტილება და მოგცემთ, როდესაც ჩვენ ირაკის პარლამენტს ვიტყვა და უსვით რა უნდა მან ასეთ განმარტება გააკეთა, რომ უსაფრთხოების გამო მიიღო რჩევა შესაბამისი სამსახურებიდან და დააკეთა ეს პრინციპი. მაინტერესებს რომ თქვენ როგორ ყოფილთ ამ პროცესში, დღეს ეს საფრთხე აღარ არსებობს თქვენთვის როგორც პრემიერისთვის და მეორე კითხვა მიχება ასევე საავიაციო სააგენტოში შესული წერილი შესაძლებ, რომელიც რუსეთთან არის გამოცხადებული ბრედვინგსი თქოს ფრენების ამატებას 4 საფუძველზეა საუბარი. ეს წერილი იყო საავიაციო სააგენტოში შესული, თუმცა ამის მიუხედავად დება დავითაშოს პირადად მისცეს ასევე წერილი. მაინტერესებს ამ რასაჭირო იყო, როდესაც საავიაციო სააგენტო ამას წყვეტს. რასაჭირო იყო დამატებით ეკონომიკის მინისტრთან წერილის გაქცევა და ამ საკითხით თუ დაინტერესდებით და როგორი რეაგირება ექნება. თვითონაც დაადასტურა, რომ ეს წერილი მან ნამდვილად მოხდა. რაც შეეხება ღობის საკითხს, იყო მთელი რიგი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები, ღობესაც აქვს თავისი პლუს-მინუსები და ღობის არარსებობასაც აქვს თავისი პლუს-მინუსები. მე მქონდა კონსულტაციები, ბუნებრივია, მათ შორის სალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. საბოლოო ჯამში მე მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ უპირატესობა უნდა მიგვენიჭებინა სწორედ ამ გადაწყვეტილებისთვის. ასევე იყო სპეკულაციები ხარჯებთან დაკავშირებით, თითქოს 200,000 ლარი გადაყარა სახელმწიფომ ამ ღობის ჯერ მონტაჟით და მერე დემონტაჟით, რაც არის აბსოლუტურად არასწორი. ერთადერთი დამატებითი ხარჯი, რაც ჰქონდა, ეს იყო ღობის მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯი, რაც შეეხება თვითონ კონსტრუქციას, ეს არ დაიკარგება, ერთ-ერთ ობიექტს, საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა უახლოეს მომავალში. შესაბამისად 200,000 ლარის ასე ვთქვათ გაფლანგვა არის აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფრენების საკითხს, ეს არის ტექნიკური საკითხი, რაზეც კიდევ უფრო დეტალურ განმარტებას გააკეთებს ბუნებრივია ეკონომიკის მინისტრი, თუმცა არის არსებითი და ტექნიკური საკითხი, ეს არის ჩვეულებრივი რუტინული საკითხი, რომელიც იყო გადასაწყვეტი, შესაბამისად ეკონომიკის მინისტრმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მას უნდა მიიღო.
ტელეკომპანია პოსტევი ნუცაკოროშნაძე ბატონო ირაკლი ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ რომ ოპოზიცია გაერთიანებული არის ფასების ირგვლივ აპელირებენ სარსულსათო ფასებს და ასევე გავრცელდა ინფორმაცია და შეგვიძლია ვთქვათ რომ აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ამაზეც რომ ოპოზიცია ფასებზე საუბრით ცდილობს LGBT პროპაგანდაზე საკუთარი პოზიციებისაგან თავის არიდებას როგორი არის თქვენი შეფასება აქცენტების გადატანის ცდილობა აშკარად არის. რაც შეეხება ფასებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამხარობლო ფასების ინდექსს, რომელიც მიხედვითაც არის 66%-იანი ზრდა 2012 წლის შემდეგ. აქაც იყო მანიპულაციურად ქვეყნდებოდა გარკვეული ციფრები. სინამდვილეში არის 66%-იანი ზრდა სამხარობლო ფასების ინდექსში 2012 წლის შემდეგ, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი, ან დაბალი მაჩვენებელი, თუ ჩვენ გადავალებთ თვალს იმ მონაცემებს, რომლებიც არის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეზობელ ქვეყნებში და ასე შემდეგ. გახსენებთ რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი კრიზისი. ერთი იყო სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დაემთხვა უკრაინის პირველ ომს, ეს იყო 2015-16 წლები, მაშინ იყო მათ შორის ინფლაციის დევალვაციის მაღალი მაჩვენებელი და მეორე ეს იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი, როდესაც დაფიქსირდა ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არა მარტო საქართველოში. ამის მიუხედავად ჩვენ მოახერხეთ და შევინარჩუნეთ 66%-იანი მაჩვენებელი, რაც გავიმეორებ არის საუკეთესო ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში, კონტინენტზე და მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე ის მონაცემები, რომელიც ქვეყნდება თავისთავად არის მანიპულაციური და შეგვიძლია კიდევ უფრო დეტალური პასუხი გავცეთ ამ სპეკულაციებს, რომლებიც ვრცელდება. ოპოზიცია დღემდე თავს არიდებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მზადდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება, საზოგადოება დააკვირდება ამ პროცესებს და მის მიხედვით ჩამოიყალიბებს საკუთარ პოზიციას როგორც მმართველი პარტიის მიმართ, ასევე ოპოზიციური პარტიების მიმართ. BMG თელარა გელანდია, ბატონო ირაკლი, თქვენთან კითხვა მექნება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ხართ ალბათ საქმის კურსში, პრეზიდენტს გამოცხადებული ქონდა მსივების მიღება დასრულდა, ჩვენთვის უცნობია რამდენი განცხადება შევიდა და ვინ არის ების საბჭოს მსურველები. ერთი არა წერია ორგანულ კანონში ეროვნული ბანკის შესახებ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის დისკრეცია წარადგინოს, მაგრამ მეორეა რეალობა და ფაქტი, რასაც ვხედავთ ხოლმე, რომ მმართველი ძალის ფილტრის გარეშე პარლამენტში შანსი არ აქვს ფაქტობრივად სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს გახდნენ ების საბჭოს წევრები. თუ გქონიათ ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კომუნიკაცია, თუ არ გქონიათ, რატომ არ გქონიათ აქამდე, ამასაც კითხავთ, იმიტომ რომ ვიცით ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქვეყანაში ების IMF-ის პროგრამა არის შეჩერებული, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა ბოლო პერიოდში მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კანდიდატებს წარადგენს პრეზიდენტი, ამტკიცებს პარლამენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ერთ ისე მეორე ორგანოს აქვს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილება, ერთს აქვს წარდგენის უფლებამოსილება, მეორეს არჩევის უფლებამოსილება. ეს ნიშნავს იმას, რომ საკითხები უნდა გადაწყდეს კონსულტაციების რეჟიმში. როდესაც ორი ორგანო ერთობლივად იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას, ასე დროს აუცილებელია კონსულტაციები. თავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა კანდიდატურები, იყო სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა თავი არიდა კონსულტაციებს საქართველოს პარლამენტთან. არ ვიცი რა იქნება მისი პოზიცია ამ შემთხვევაში. კონსულტაციები არის საჭირო იმისათვის, რომ ორი ორგანო შეთავაზოს თავს არიდებს პრეზიდენტი კონსულტაციებს კანდიდატურებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, ნახოთ როგორ იქნება კანდიდატები. პარლამენტი იმოქმედებს რა თქმა უნდა საკუთარი უფლებამოსილების შესაბამისად, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად, დანარჩენი დამოკიდებულია მათ შორის სავალუტო ფონდის წარმომადგენლობასთან თუ გქონიათ პრემიერის რანგში კომუნიკაცია, ან თუ აპირებთ, როგორც ვიცით, მარტში მისია ისედაც ჩამოდის. ჯერჯერობით არა, თუმცა დაეგმილია ვიზიტი და თუ იქნება სურვილი, რა თქმა უნდა, შედგება შეხვედრა. იგი ჩვენთვის რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პროგრამის აღდგენა, ამის ყველაფერი გაკეთდება და არჩევანი ნახოთ გვექნება კონსულტაცია. სურა პეტროსიანი ტელეკომპანია მთავარი არქი, ბატონო ირაკლი, იგეგმება თუ არა კიდევ დამატებითი ცვლილებები, ვინაიდან ეს არის უკვე მეორე შეცვლილი მინისტრი და სხვა პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, მათ შორის შესაძლებლობაზე იუსტიციის სამინისტროში და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში, ადასტურებთ ამას თუ არა და შეიძლება თქვა რომ ველოდოთ მსგავს ცვლილებებს. ეს ერთი კითხვა და
მეორე დღეს გავრცელებულ განცხადებაზე მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან ევროკავშირის მისამართით ფიქრობთ თუ არა რომ ეს შეიძლება აღიქმებოდეს მათ შორის როგორც მორიგი შეტევა დასავლეთზე. რაც ხა მინისტრებს, ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად, მათ შორის ის მინისტრები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, საქართველოს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის. რაც შეეხება განცხადებას, რომელიც უკავშირდებოდა ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელში, მე ფიქრობ, რომ სწორედ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე, აქედან გამომდინარე ჩვენ გამოვხატეთ ის პოზიცია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიხატო. ტელეკომპანია მაესტრო ნინო გოგიშვილი დაახლოებით რამდენიმე საათში რა ხდება ცნობილი მელია გვარამიას პოლიტიკური განაცხადი. ზოგადად რა შანსები აქვს ნაციონალური მოძრაობის ორ ყოფილ წევრს წინის არჩევნებდა და არჩევნების დღეს? პრინციპში იქნება რამდენიმე 2 და 3%-იანი ოპოზიციური პარტია, რაც გვაძლევს კარგ სურათს. საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანა არის საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება და ეს პროცესები, რომლებიც ვითარდება, გულისხმობ 2 და 3%-იანი პარტიების შექმნას, ჩვენ გვიზრდის იმის შანსებს, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, დავალდებით მოვლენების განვითარება, შეერჯერობით ტენდენცია არის კარგი. იქნება არაერთი 2%-იანი 3%-იანი პარტია. კიდევ გამიერებ, რომ ასეთ შემთხვევაში დაიგარგება მეტი ხმა ოპოზიციურ ფლანგზე, რაც ჩვენ მოგცემს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების საშუალებას. შიდა ქართლია გუბერნატორის გარეშე და სხვა მარკეტია. სხვა ცვლილება თავად მიიღო გუბერნატორმა გადაწყვეტილება, სხვა ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, აქაც უახლოეს მომავალში დასახელდება კანდიდატურა, ეს არის მდგომარეობა.